ვინდრისთვის ემზადება 4 ოქტომბერს ორად გაყოფილი ოპოზიციური ფლანგი და სულ უფრო მზარდი კრიტიკა ერთმანეთის მისამართით. გიორგი გახარიასა და პატიმრობაში მყოფი ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიები კონსულტაციების აქტიურ ფაზაში არიან და თბილისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს არჩევენ. საარჩევნო მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების ფონზე ექს-პრემიერის გუნდს დალეოლოს დანარჩენი ოპოზიციის მძიმე ბრალდებების მოსმენა უწევს იმის გამო, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ გადაიფიქრეს. პარტიები საკუთარ კანდიდატებს ჯერ ასაიდუმლოებენ, თუმცა დედაქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატად უკვე გაიჟღერა ალეკო ელისაშვილის გვარმა, რომელიც ერთხელ 2021 წელს თბილისის მერობისთვის უკვე იბრძოდა. ფაქტია ისიც, რომ თბილისის ამქარის ყოფილმა დამფუძნებელმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გასვლითი პრესკონფერენცია დღეს სწორედ დედაქალაქის პრობლემებზე სასაუბროდ მოაწყო. შეხვედრის ადგილი ლილო. თემა თბილისის სატრანსპორტო პრობლემები. კრიტიკის ადრესატი დედაქალაქის მოქმედი მერი. ერთი გასვლითი პრესკონფერენცია თავისი ყველა გზავნილითა და კომპონენტით წინა საარჩევნო აქტივობის ჩარჩოებში ზუსტად ჩდება. და მაინც ალეკო ელისაშვილი, რომელიც თვითმმართველობის კარს მომდგარ არჩევნებზე სერიოზულ პოლიტიკურ იმედებს ამყარებს და მოქმედებასა და საუბარს იწყებს როგორც კანდიდატი, მაინც არაფერს ამბობს იმაზე, იქნება თუ არა თბილისური შერკინების რინგზე ორი პარტიის რჩეული ფალავანი. თუ იქნება შემოთავაზება 31 არის ზეგ. მას შემდეგ რაც ყოფილი ბანკირებისა და ყოფილი პრემიერის პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს და ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს, პოლიტიკურ კულუარებში თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ჯერჯერობით მხოლოდ ალეკო ელისაშვილზე საუბრობენ, თუმცა ოფიციალურად ამას არც გახარიას გუნდი ადასტურებს, რომლის პოლიტიკურ ნარატივშიც ორი აქცენტის გამორჩევა შეიძლება. ერთი ის, რომ ელისაშვილი ცუდი ვარიანტი არ არის და მეორე ის, რომ წარდგენამდე კანდიდატის ვინაობა საიდუმლოდ შეინახება. მე რა თქმა უნდა, როგორც კოლეგას მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი და ბევრი კანდიდატურა განიხილება ჩვენსა და ლელოს შორის. თავარი მიზანი ჩვენი მუშაობის არის ის, რომ შევამციროთ ქართული ოცნების დიდი რაოდენობის ამ მრჩეველი, რომელიც დღესდღეობით ყავს მათ და ისინი ამას არ იმსახურებენ. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარს არ დავიწყებ. 26 ოქტომბერს ბარიერ გადალახული 4 პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ბალანსი ახლა თანაბარია 2-2-ზე. და ვიდრე ორის ერთობა საარჩევნოდ კანდიდატების წარსადგენად ემზადება, ბოიკოტის გზასთან მდგარი მეორე ორეული. ანუ ახალი და ძველი ნაციონალური მოძრაობა ყურადღების ღირსად ნაკლებად თვლიან თვითმმართველობის არჩევნებზე და მით უმეტეს კონკრეტულ კანდიდატზე საუბარს. საერთოდ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა იმას, ვინ იქნება წინასწარ განსაზღვრულ წაგებულ თამაში რუს ოლიგარქთან კანდიდატი. სადაც არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს. როდესაც რუს ოლიგარქს მიყვები თამაში, რომელიც დაგაზიანებს შენ, არის ორი ვარიანტი. ან უნდა იყოს გარიგებული, ან უნდა იყოს სასარგებლო იდიოტი. თვითმმართველობის არჩევნების თემამ ოპოზიციურ პოლუსზე სააშკარაოზე ბევრი რამ გამოიტანა და ბევრი რამეც აჩვენა. მაგალითად ის, როგორი პრინციპულები არიან საკუთარ გადაწყვეტილებებში პოლიტიკური პარტიები, როცა ერთ დღეს ერთს ამბობენ, არ ვაპირებთ რომ ვიფიქროთ არასებულ საკითხებზე, რომელზეც ფიქრი და მსჯელობა არის მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებში. და ცოტა ხანში ეს გზავნილი ძირფესვიანად იცვლება. თვითმმართველობის არჩევნები უნდა იქნეს გამოყენებული ბრძოლის ინსტრუმენტად. ან კიდევ უფრო პრინციპულები, როცა ბევრის მონაწილეობით უახლეს ისტორიაში მე რამდენად იწყება თითქოს ურყევი ერთობის დემონსტრირება ამ მრჩევლისთვის, რომელსაც ერთი არჩევნების წინ გამარჯვების შემთხვევაში მტკიცე, შეხმატკბილებული კოალიციური მთავრობის ფორმირებას პირდებიან. ჩვენ გვაქვს იმისი ამბიცია, რომ რეალურად მოვამზადოთ კოალიციური მთავრობა. და ერთობის ეს მყარი ამბიცია ერთი საარჩევნო მარცხის შემდეგ მეორე არჩევნებამდე მყიფე მინასავით იმსხვრევა. სამადაშვილი მარტა ხმას როგორ იღებს? მამუკა ხაზარაძე ზეცას ანუ ვისაც დღეს აკვდება, მაგაზე იძახის, რომ კომკავშირის ბილეთია და მამუკა ხაზარაძესო თავისუფლების მოყარე საქართველოს მოქალაქეებს, როცა ებრძოდა და ასისხლიანებდა და ნუ ეს ძალიან ცნობილი უსუფაშვილი, რომელიც კომუნისტური პარტიის წევრი გახდა 9 აპრილის შემდეგ და ალეკო ელისაშვილი პირველი იყო ერთ-ერთი, ვინც გადატეხეს და ბოიკოტი დაარღვია და პარლამენტში შევიდა და აი ოპოზიციურ წრეებში რომ დავსვით მე ისე ვითომ არაფერი და ჩემო ალეკო და ვითომ არაფერი, მაგიტომ აკეთებს ახლა მაგას. ხახნო რო იცოდეთ, ესეთი ეთერი რო არ შემდგარიყო, იხდიდნენ კი. სააშკარაოზე გამოსული ამ მწვავე დაპირისპირების ფონზე რთული სათქმელია რას ეფუძნებოდა ამ მრჩევლისთვის მიცემული პირობა იმის შესახებ, რომ გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკური ძალები კოალიციური მთავრობის შექმნას, ამ მთავრობაში პოზიციების უმტკივნეულოდ განაწილებას და მერე ერთობლივად მუშაობას შეძლებდნენ. თუმცა ამავე მწვავე დაპირისპირებების ფონზეც ოპოზიციაში ჯერ კიდევ ისმის იმ გამონაკლისთა ხმა, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა იმედს არ კარგავენ და ისევ ხმამაღლა ამბობენ, რომ დაუცილებელია ერთიანობა.
მაგრამ როგორ და რანაირად იმ ველზე, სადაც ერთმანეთს უკვე ბევრი რამე აკადრეს, რთული სათქმელია. თუმცა მაინც ოპოზიციურ ველს ბევრი ასეთი ჩხუბი და შერიგება ახსოვს. თუნდაც მაგალითად, ორი ოპოზიციური პარტიის მერობის სავარაუდო კანდიდატის ანგარიშზე. როცა ჯერ ერთი ტელეეთერით ამომრჩეველი ორი პოლიტიკოსის ჩხუბს უყურებდა და ცოტა ხანში მეორე ტელეეთერში იგივე პოლიტიკოსთა მორიგების გამორჩეულ კადრს. აი ცოტა ხნის წინ კი ორი პარტიის სავარაუდო კანდიდატმა მორიგების ხელი ამ ეტაპზე უკვე ყველაზე მწვავე კრიტიკოსს ნაციონალურ მოძრაობასა და მის ტუსაღ ლიდერს გაუწოდა. აგერ ვამბობ, რაც აქ მისი ღირსებები რაც იყო სააკაშვილის. ვსთავაზობ შეერიგებას. შედგება თუ არა კიდევ ერთი შერიგება, განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირების ფონზე, როცა ნაციონალური მოძრაობა ახლა ალე კოელისაშვილის პოლიტიკური გუნდისგან განსხვავებით არჩევნების კი არა ბოიკოტის მხარეს იბრძვის ერთია. მეორეა პრაქტიკა, რომელიც წარსულში ბევრისთვის წარმოუდგენელი შერიგებების ისტორიასაც ინახავს და ამ ძალიან პრინციპულ ქართულ პოლიტიკაში, სადაც მტრობისა და მეგობრობის პრინციპები ფერსა და იერს სიტუაციურად სწრაფად იცვლის, როგორც დასამახსოვრებელი შერიგების ერთ-ერთი მთავარი გმირი. ადრე წარსულში ამბობდა, ყველაზე სწორად ყველა პროცესს ამ პროცესების მოწმე ხალხი და ისტორია აფასებს. ყველაფერ შეიძლება დაემალოს ადამიანი, მაგრამ საკუთარ თავს ვერასდროს ვერ დაემალება და მით უმეტეს ისტორიას ვერავინ ვერ გაექცევა რა. ყველა და ყველაფერი არის ისტორიის ლუკმა ბოლოს.